რატო არ გამომდის მაკიაჟი არასოდეს? აი მე ძილი მიწევს ახლა და ცუდად გავხდები. ნახე რა. მარეხი. 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 მარეხი მე კაცო. კაცო, რა საკეთებ? ჩამოდი, რა საკეთებ? რა საკეთებ რა? ოფისია თუ რა მაგა, კაცო? რა აფეთქების ხმა იყო? რა აფეთქების ხმა იყო, კაცო? დაჭექი აგერ მოსულები არიან ვაკანსიაზე და გასაუბრება. გაიარე და ნახე თუ ვინმე მოგეწონება, აიღე, ეს სია არის აგერ და ნახე დაიდე რა. რიჯოს არ შემჭამა კაცო ამ დირექტორის ნათესავებმა? მობძანდით რა თქვენ, მობძანდით. მიხედე ნორმალურად მოიქეცი კაცო. მობძანდით. მობძანდით. უკეთ მობძანდით, მამილოცავს. კარგი დავიწყოთ. ჩვენ როგორც მოგესალმებით ალბათ ნახეთ ინტერნეტი ჩვენ განცხადება. გვაქვს მიღება. აღჭირდება პრომო გოგონები, პრომო ბიჭუნები, ადამიანები, ვინც კარგად გახდიან ჩვენს პროდუქციას. ასე რომ სოხის გუჩოთ ხო თქვენ? დიახ. გამოცდილება გაქვთ რამე? კი, გამოცდილება მაქვს, მუშაობდი პრომო ბიჭუნა ვიყავი, შპს სტარში, ესეთი კომპანია იყო, მაგრამ სამწუხაროდ გამომიშვეს. რატომ? პოლიტიკური ნიშნით გამომიშვეს. რას ნიშნავს პოლიტიკური ნიშნით? ნაციონალის სახე გაქვსო და გამომიშვეს. აი ეს ისე რაღაცნაირად მართლა გაქვთ ნაციონალის სახე გავხართ. ნაციონალის სახე. არა, მე უბრალოდ ისე ვთქვი, მომძანდით. არა, ეს იმასანიშნავს, რომ თქვენ ვერ გაივლით. შეიძლება, ანუ ამ სახით შეიძლება მუშაობა. ეგ არაფერს შუაში არ არის, ხო საფრთხე. მე უბრალოდ ისე გავხართ მართლა, უბრალოდ ჩემი აზრია ეს. ჩვენ პოლიტიკური ნიშნით არ ვართ ჩვენ თანამშრომლებს. მე რა ნაციონალის სახე რო გვაქვს, ეგრე ჩვენთან ერთი ადამიანი მუშაობს, ძალიან კარგი ადამიანი სხვათა შორის. იმას მეშევიკის სახე აქვს, მაგრამ მუშაობს ძალიან კარგად. შეგიძლიათ ორი სიტყვით ამიხსნათ, როგორ უნდა გაყიდოს პროდუქცია პრომო ბიჭუნამ? კი, როგორ არა. პირველ რიგში კლიენტს უხსნით პროდუქტის დადებით მხარეს, მხოლოდ საუბრობ დადებით მხარეზე. იმ შემთხვევაში თუ არ დაინტერესდა კლიენტი, მაშინ ჩვენ მას უხსნით მაგალითებით, სასურველია პირადი მაგალითით ვაჩვენოთ, ნუ საკვები პროდუქტების შემთხვევაში ეს არის დეგუსტაცია, ერთ-ერთი ხერხი ეს არის დეგუსტაცია. მას ვასინჯებთ და გისმენთ? და მას ვასინჯებთ და ამ შემთხვევაში თუ არ დაინტერესდა, ჩვენ მას ვუმტკიცებთ, რომ გაცექები, კარგით. მოდი ესე გავაკეთოთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ხერხი იმისათვის, რომ აქაც ვასწავლით, როგორ უნდა დავაინტერესოთ კლიენტი, რომ მოიყიდოს ჩვენი პროდუქცია. ჩვენ გვაქვს მაგალითად თოკი. ხანდახან არის ადამიანი, როცა გარბის და ვერ დაიჯერ, ხო? თოკი. დაატრიალებ ამას, თოქს ესვრი, შემოიხვია კისერზე. ეს რა დაჭერილია, კაი იმას ვერ გავიქოთ. ხაბანგი ასევე. ხაბანგი შეიძლება სტენდის წინ დაადოს. ეს კლიენტებისთვის უკვე. დიახ, კლიენტი გამოირის, ფეხს ჩაადგავს, ვაიდე დაიყვირებს და უკვე თქვენია კლიენტი. ასევე გვაქვს ხუთი, რომელშიც კლიენტი შეიძლება ჩავაგდოთ ხაბაგის საშუალებით და ავტომატურად ხუთი იხურება. ой, მართლა ხუთზე გამახსენდა. რა ხუთი კაცო? აბა, და ეს ხუთია ზუსტად. თქვენ ყიდულობთ პროდუქციას? ყიდულობ, სად ვიყიდო, მითხარი. მობძანდით. ამოდით. დაგეხმარებით? აი, მიხვალთ. ამას რა უყო, სად მოხსნია? როგორც კი ჩვენს პროდუქციას შეიძეთ, აი, მოკილებს მოხსნიან, აი, მეწოდეთ იქით. მადლობა და მსახურად ჩვენი მომსახურებით, მადლობა. აი, სანემოგლეთ, თქვენ ფაქტიურად მინდა ვთქვა, რომ კაი სასიამოვნო პიროვნება ბრძანდებით ალბათ გახვალთ, მეორე ტურში გადახვალთ. რა თქმა უნდა, თუ შეიძლება ჩვენი პროდუქციის ორი რძის პროდუქტს და მესამე მოყვება საჩუქრად ეს აქცია გვაქვს. რძის პროდუქტი? დიახ, თქვენ გადასტული ხართ მეორე ტურში, უბრალოდ უნდა შეიძინოთ აგერ მიბრძანდებით ორი პროდუქტი ჩვენი კომპანიის, რომელიც მესამე საჩუქრად მოგეცნოთ ეს აქცია. მადლობა, დიდი მადლობა. არ მინდა რძის პროდუქტები, არ მინდა მეორედ მოვალ გასაუბრებაზე. არა, თუ ვერ შეიძინეთ, ისე ვერ გადახვალთ მეორე ტურში, ორი წელი უნდა შეიძინოთ, მესამე საჩუქრად მოგეცნოთ ეს აქცია ესეთი. გავიგე, მაგრამ არ მინდა რძის პროდუქტები ეს აქცია უნდა შეიძინოთ, რომ გავიგე და არ მინდა
გაგიჩნდა და ისე მოვალ შემდეგ გასაუბრებაზე. ეხლა მომისმინე მეც მაგ აქცია, გაიგე? ორჯერ თუ მოგითმინე, მესამედ გისვრი ფანჯრიდან უფასოდ. დაფიქრდები. რა ხალხია ეს კაცო? დამპალი ეს ისე მოხდება. დამპალი. დამპალი ეს დამწყნარები ახლა რამენაირად. თორე აღარ აღწერები უკვე ამიტომ მოობით. რამენაირად უნდა დავწყნარდე. რა ხდება იცი ეს გავაკეთეთ ყველაფერი და ეს საბუთები წაიღე კანცელარიაში აი ეს გამომართვი ამას მე იმას ვიზამ მოვაწე ხელს თვითონ რა და რა ხდება რა მეთქი ოთახი ამოდია რა საკეთებ შენ კაცო რა რა საკეთებ ერთი გამაგებინე რა განტვირთვას ვაკეთებდი განტვირთვას აკეთებ ტოინში შენ როცა ვიღლები ხოლმე ეს შეები იღლები მომისმინე ახლა კარგად რა ეგრე წაიღე ყველაფერი საგადასახადოში მოაწერინე ხელი და მოვიდანე ნორმალურად იმუშავე გითხარი მე შენ რა კარგი უყურებ შენ შემოდით რა თუ არის ვინმე შემდეგ გასაუბრებაზე ვიც არის ნორმალურად იყავი იცოდე კარგი მომწანდით გამარჯობა მუშაობის დაწყება მინდა თქვენთან. ნახეთ ჩვენ განცხადება ხო ალბათ? დიახ. მინდა გითხრათ რომ გიმუშავიათ პრომო გოგოთ როდესმე? მაგრამ სხვა შორის არ მიმუშავიათ და ეხლა მინდა გითხრათ რომ ეს არის ძალიან საფასუხისმგებლო საქმე. პასუხისმგებლობა არის პირველ რიგში საჭირო. თუ რაღაცა გისი კარგად ვერ გაკეთდა პირველ რიგში პასუხს მომთხოვენ მე როგორც თქვენს მენეჯერს. მაგალითად ჩემს წინ ვის იყო მენეჯერი, ვის პატანაშემწემ რაღაც კარგად ვერ გაკეთდა საქმე და დაიბარა სათაო ოფისში, მოთხოვეს პასუხი მას. ნუ გაითვალისწინეთ. დიახ და მე მე იკითხავდა. პირველში იმისაც რომ კარგად მოვხიბლოთ თქვენ უფრო მამაკაცებზე იმუშავებთ ალბათ ძალიან კარგი გარეგნობა გაქვთ პირველ საჭირო მისალმება მობრძანდით მოგაკეთეთ მობრძანდით არა მობრძანდით აი ეს მე იცოდეთ მობრძანდით არა მობრძანდით მობრძანდით არა მობრძანდით მობრძანდით მე დაგიხმარებით მობრძანდით როგორ დაგამ მობრძანდით მობრძანდით აუ მეკინა და მხოლოდ მობრძანდით ასევე ძალიან ბევრი ხერხი არსებობს კლიენტის ასე ვთქვათ დაინტერესების მაგალითად თუ თქვენ მამაკაცებზე უნდა იმუშაოთ ძირითადად იმიტომ რომ კარგი გარეგნობა გაქვთ მაგალითად აბძანდით თქვენ ხარ მამაკაცი ხო როცა მამაკაცმა იცის მაგალითად დაუძახებთ მობრძანდით და არ მოდის მაშინ გვაქვს ესეთი ნუ უკიდურეს ხერხი მაგრამ ვიღენებთ ხოლმე მიბრძანდებით ხო დავშოთ მამაკაც ხარ მობრძანდით არ მოდის ეს ესე უნდა გავაკეთო? თუ შეგიძლიათ თუ სპორტული ხარ რა თქმა უნდა. აი დავუშვათ შევახტი და ნუ მაინც არ იღებს რა უნდა გავაკეთო? თუ შეახტით მაგალითად მაინც ნუ ვერ გახიდათ პროდუქცია, მას არსებობს კიდევ ესეთი ხერხი. მაშინ უნდა ჩაარტყა ციხლი. ჩავარტყა? სად უნდა ჩავარტყა? ასევე უნდა იცოდეთ ალკოჰოლური სასმელის რეალიზება. მაგალითად ალკოჰოლური სასმელი ჩვენ განახებთ ახლავე. ალკოჰოლს ვაიმედედა. ყველაფერი კარგად არის. აი ახლა ჩამიგია. აი მაგალითად ეს არის ალკოჰოლური სასმელი. დიახ. პირველ რიგში რომ დაინტერესდეს მყიდველი ალკოჰოლური სასმელი პირადად თქვენ უნდა მიირთვათ. დაასხათ ან მოგოგონამ ნოდალიო? გაგიმარჯოთ. pero dale algo. ალკოჰოლის სასმელს ეს ნიშნავს რომ თქვენ ესე კი რაღაც სვავთ ალკოჰოლის სასმელს. ეს აქ ეს სანდო პრობლემა ნაწარმია გესმით? ეს გასაგებია, მაგრამ რა აუცილებელია, ანუ ვერ მივხვდი. არა ეს აუცილებელია, მოდის ხო დაინახეთ მოხმარებელი. დაასხავთ? მოგდეთ გაგიმარჯოთ. გასაგებია, მაგრამ რა აუცილებელია, ვერ ხვდი, აი ვერ მივხვდი უბრალოდ. ხო შეიძლება რომ ისე განახებთ თქვენ გაიმეოროთ შემდეგ. დაასხავთ, დაინახეთ მოხმარებელი მოდის. მოგდეთ გამარჯობა. დიახ. ანუ ეს კი აუცილებელი ყოფილა. ნუ გასაგებია. გასაგებია, ალბათ, ნუ მივეჩვევი რაღაცნაირად და მე მეც აიმე
კარგად ხართ? არა, უბრალოდ ალკოჰოლზე ცუდი რეაქცია მაქვს ცოტა ხანდახან. არა, არაფერი, უძლებ. არა, უშევდი? ისმინე, წაიღე საბუთები, რაც გითხარი საგადასახადებაში. არა, ვეღარ მოვასწრებ, იმიტომ რომ რას ვერ მოვასწრებ, კაცო, წადი ეხლა და წაიღე ის საბუთები, რაც გითხარი და 10 საათი გახდა, უკვე და ვეღარ მოვასწრებ. მე რა 10 საათი 12-მდე მუშაობს ის არა. მე კომედი შოუ იწყება, ხო ვიცით? კაცო, არ ვიცი მე კომედი შოუ და ის არ მაინტერესებს, წაიღე კომედი შოუ და ის არ მაინტერესებს. არ მინდა მე არ მინდა გეუბნები. გადავხტედო. რაღაც მინდა სიცოცხლე ვასკა თუ არ მეყოლება. ჩემიც ქნაფუშა. ვაიმე, ჩემი. ვაიმე. არა, всё. 1 2 და 3 წავიდეთ ათკა მიდი. აე. ვაიმე. ვაიმე. ვაი, არა მოდი თუ რასვის. სანამ გადავხტები, ჩემიც ქნაფუშას მესიჯები უნდა წავიკითხო. არ მოხვიდე და არ მომაკითხო მე რა ჩემით ვერ წამოვალ. ვაიმე შიგინასვალე ბიჭო! რატომ მიმიყვანი ამ ზომამდედო? რაუკი მე მარტო სახლში არ დავჯდები და შვილებს არ გავზრდი. ვაიმე შეყოფილიყავი ჩემთან და შვილებს ხომე გავზრდიდი არა. ვაიმე. ვაიმე რა გაიჩითა. შიგინასვალე ვაიმე როგორ მენატრება ვასკა! ჩემი ხაბიჭო! შენ სულ გადაიე, დეგენერატო შენ? მოხვი. მესიჯი შენ გამომიგზავნე, ხა ხილიდან უნდა გადავხტეო? ო, მე გამოგიგზავნე, ბიჭო. სოლფეჯოდან გამოვიკეცი ეგრევე. მე რაკენი გადახტი? აუ, არ გადავხტავრა, მაგრამ ერთი იცოდე რომ გადავხტები, ბიჭო, გაიგე? და არ გეგონოს რომ წინანდელი წყალს ავწდები და ქვაზე დავენერცხები. იმინა გადავხტები. დავდავიჭო, ვასკა! შენ სულ გადაირი ადამიანო რა, სიყვარულმა სულ გამოგაშტერა რა. რებს აკეთებ, შენ ხوار გაგიჟდი. ნაცუწი კამფეს დამემსგავსე და ეხლა მეუბნები გადაირიეო, ბიჭო. გიჟივარ! უნდა გადავხტე, არ მომეკაროთ იცოდე ხტები. უნდა დავაშავე, ეხლა მის გამო მე დამიჭენე. ასიკო, სად მომიყვანე, რა ხდება? მოდი, არ გადავარდე. რა ხდება, ვასიკო? არა, თაფია ხტება მტკვარში, ხიდიდან თავი უნდა მოვიკლაო. წყალში ხდება? ხო, წყალში ხტება. მე ამ სიცივეში არ გაცილდება, ვასიკო. წინარი. თავს იკლავს მეთქი, თავს იკლავს, რას ვაშია გაციება. ვაიმე, ის გამოიღო, შენი გულისთვის იკლავს თავს. არა, ბიჭო, ეხლა შენი გულისთვის მოიკლავს თავს. ჩემი გულისთვის? ვაიმე, ძვლის ვიღაცას არ შეუყვარდი? მოდი, თათია ჩაგეხუტო სადახან. მოდი, ამი რა ბიჭო, რა დებილი ხარ ვიღაცა, წამი არ მომეკარო, ვაფშე გადავხტები, ამოვა მეორედიც გადავხტები და ვაფშე იმენა შენთან წაგიყოლებ და ორჯერ მოვიკლავ თავს. თათია, შენ სულ გამოშტერდი რა, გეუნები რა. მასე გადახტა ჩემი მეზობელის და გაცივდა. ოღონდ მე სულ გაცივდა ბოლომდე. მოდი. შენ ახლა მართლა გადმოდი, ხოთოლი მართლა გადავარდები. და დაიხჭობი სულ არ იცი. ეგრე შეცარდი სკრიპკაზე დავკრა, მაგრამ არ დამხჭალ ხარ. მე ვიცი ვასიკო საერთოდ როგორ უნდა უშველო თათიას. გამიშვი. მიდი. აი, თათია.
გამომართი აი ეს ხუდა და უკან გადმოაგდე. არ მინდა რა თავი დამანებე რა ბიჭო რა ვაფშე რა. უკან გადმოაგდე რომ ხიძე ისევ დაბრუნდე. ურაცხება! ეგრეა რა ვიცი. ურაცხება! გესაუბრებით სამაშველო სამსახურის უფროსი ბატონი ჩაგიზი. გელაცვალა ეხლა გავართ 1 საათი აქ ტყუხდებით, გადამოხდი. თუ არა 1000 ისე გვაქვს კაცო გამოძახება. რა არის დეხათადე მაგრამ დავამბობ ხალხი როგორ შეიძლება ცოტა. ები რა. კაცო დექიტები როპარი მათხოვეთ რა. გოგონა. დაამაინტერესებს რა პონტი ამდენ ხაროთ გახარ რა. ხალხი აქ რიგში დგას იქნებ სხვებსაც ყავთ შეყარებულები და იმენ ან გადახდი და გადმოდი რა. წავიდი წაიხე. ვასიკო, მე გეტყვი ახლა როგორ უნდა გადავარჩინო. მოდი სიყვარული აუხსენი და აღარ გადახდება. მოდი. თათია დიდი შენება. სიყვარული არის ისეთი გრძნობა, როცა მამაკაც და დედაკაც ერთმანეთი უყვარდება. ერთმანეთს უძღვნიან ლექსებს. ანო გულტარმტაცო, უცხოდ მარებო, უსიყვარულო ზიარსუფე. ემოციურად აუხსენი, ვასიკო. გრძნობი არის. გრძნობი არის? ხო. თათია იცი მე შეთვის დიდი ხანია მინდოდა მეთქვა მაგრამ არ გამომდიო ცხენოდა და ჩვენ ბედნიერები ვიქნებით ერთად ოჯახი გვეყოლება და კიდე პატარა შვილები გვეყოლება პატარა სკრიპტები ერთად ვიქნებით და ბედნიერები ვიქნებით ჩავეხუტებით ერთმანეთს ანუ რა მიყვარხარ ვაიმე ნაფუ მე სადიყავი აგრენდიტო რა ლამაზი სიტყვები უთხარი ვასიკო რა წერა ნინიკოს რო უთხარი ზუსტად ისეთი სიტყვები უთხარი ნინიკოს უთხარი შეხვერულებერები დაგარტყა ბიჭო დაგარტყა რაჭები ნინიკოს ეხო დავტოვე კალიასკაში всё ხტები მაინც არ გადახტე ნინიკოს უთხარი მაინც არ გადახტე მაინც რა აურიე ყველადერი აურიე და მე რა აურიე ჩემი უგოში всё ხტები მორჩე ახლა არავინ აღარ შემოგვიწევს მაგით რა მომიკარო всё ხარი უნდა მოიგრა ჩემა შეყარებული მეგობარს იმას ველაპარაკე რაღაცა და ხუმრობ თუ რა არის მართლა ხტები თუ ის არ ბიძა ჩემი უჩაერები რა ზანია მიდი რა ის მეგობრები ხოთა მი ჩემი შეყარებულია და ხტება ამას უყვარს და всё 1 2 და მოიცა შვილი გაჩერდი ერთ წუთი მომისმინე ერთ წუთი გაჩერდი ერთ წუთი გაჩერდი რა თბილისის ქალაქში ეს არ უხდება რა არის რა გინდა ო გაჩერდი ახლა ერთ წუთი გაჩერდი ხა მე ხო იცი მე გადახტომებზე მე ზაბრობდი გადახტომებზე მისმე ჩილო ულამაზეს ბავშვი ხარ რაღაც ოჯახი უნდა ცხოვრება გაგრძელო რას გვი მე შენ ახლა ისეთ ანეკდოტს მოგიყვები შვილო მე შენ ისეთ ანეკდოტს მოგიყვები რომ ვაფშე გადახტები და აქეთ გადმოხტები სუფრას გამიშლით ო რას გადახტები მომისმინ ახლა მე არაფერს ხელს არ გეხები უცებ რა ეს უცებ კაი გისმენი უცებ სანამ გადახტები უცებ რა ვანელი ხდება ხიდიდან ეს ეუნება ვიცუდ გას რა უგან ის გურუ არა ბაგარი ის არის ბაგარი ხო ეს შეგ გადახტიო და შეგ გადახტე მაგრამ მე რა ვქნაო გამიგე ესე ხო და ამან მე ვიგი ბატონო გასო გადახტებიო გამიგე ესე ეხლა მომისმენ შე თუ არ გეცინება ყველა რა მეცინება ბიზნესებო დაი მოხიე რა აქედან რა ხედავ ხტები რა ხეს არა მართლა გეუბნებ ხა ზადი და ვიდაკე თუ არ გეცინება ყველა არ მომამოდო დაი ხა წადი აქ და ხტები და ხელი არ მოიცა არ გეცინება არ მეცინება რა მართლა გაგიზიანებული ხარ ესე მომისმენ ხა მე ხლა შენ ისეთ კაც მოგიყვან აი არ გადახტე უცებ აუ ჩემი ვინო ისეთ კაც მოგიყვან გეუბნები რა აი გაიცილებ გასკდები სიცილით გეუბნები სუფრას გაშლი არ გადახტე რა ხო აქა და არ გადახტე ეხლა მე მოვიყვან კაც მართლა მაგარ კაც მოგიყვან არ გადახტე ჩვენ მაინტერესებს ისა მოდი ერთი ჩემი ხო გაინტერესებს როგორ არ მაინტერესებს ბრალია ბიჭო ყველაფერი შენი ბრალია მოდი ერთი ჩემი აკე რამდენ ცხელს
ეს კაცი არის იუმორში? ეს კაცი იუმორში? სესაიუზნისა რა. მოგესწრები პირველ რიგში. ძალიან მაგარი ანეკდოტი ვიცი ერთი. ძალიან მაგარი ანეკდოტია. გურუნი მარტოა სახლში. ადრე დაწევა ეგრე დამეჯროს და შიმშილმა გადამიაროსო. კი, გაიგე. ძალიან იუმორში. ცოტა ხანში კარზე ბრახული მოესმება. რომელი ხარო დაუძახებ? რომელი ხარ? წარმოგიდგა. აი იუმორი არ არის მინდა. აჩაღები ვართ. გარი გააღე თორე შემოვამტრებთო. მურე. როზე გააღეო? ისე უბნებია გარედან. ხო. ქერა აღაშერა ღერთვაო. მესტურები მეგონა და კი რაღა გული გავისკდაო. გაიგე. ძალიან მაგარი ანეკდოტი გადაშოვის. არა, იუმორში. ეს არის მაგარი ანეკდოტი. მე რა მივიღო ხო? დაიჭი ხამოხიეთ აქედან ორივე ბიჭო. დაიჭი წავიყოლე ეს. გაი, შენ გითხრა სხვა მოგეყოლა, ხო გითხრა რა საიჩემე? პოლიტიკური ანეკდოტია ეს. პოლიტიკაში მაგარია, მაგრამ სხვა მოგეყოლა ეხლა სხვა ამბავია. აუ, დათია რა, არ გავიგე. რაღაცა იქნება მოიფიქრო რომ არ გადახდი. თუ ხდები, გადახდი კაცო სოლფეჯიოზე მაგვიანდება. ნახუშ მომისმინე ერთი წუთი რა. შეიძლება ეხლა გადავხდა ჩემი ბარტყი. არა იცოდე რომ შენ ის ადამიანი ხარ რომელიც სისხლით შემოიდგა ჩემ გულში. შენ ის ადამიანი ხარ რომელიც იმსახურებდა ნამდვილ წრფელ ოჯახს. თბილ სიყვარულს. ნამდვილ შვილების მამა უნდა ყოფილიყავი ვასკა. ძალიან მიყვარხარ. მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები. ჩემი ბარტყი ხარ და სიხარული ხარ და ვაფშე ბიჭო. და მოასწორები და გასკრიპტიანა. ვაიმე! ბაცირა. ნუ არ გადახდე და ვენები რო გადაიჭრა. მლებ, სასწავლი შენ გიჟი ხო არა ხარ საერთოდ? მე რა ვქნა მე ცურვა არ ვიცი რო გადავარჩინო და გადახვევა ვიცი, გადაუხვე ველებს. უნდა გადახდე მორჩა. აი, უნდა გადახდე, კაი, განსახია რა, უნდა გადახდე. მაშინ მითხარი რომ გიყვარვარ და არ გადავხდები. ჯერ გადახდე? გადახდე. ჯერ გადახდე მე გეტყვი. და მე თქვი. всё. ხტები 1 2 და 3. სად ხტები? ტუტუც. ნიახური ხო არა ხარ? მეორე თან ქვეყანაზე მოხვიდე. ბიჭო, ნიახური კი არა, ოხრახუში ვიქნები და ჩემი ხტებულა. არა. დავარ. მე 64-ში ვარ. შენი არ ვიცი მაგრამ მე იმინა 64-ში ვარ წკნაბუშ. მოდი შევთან შენია ეს თეძუები ბიჭო. ვერიდან უფრო კარგად ხედა ვიდრე ახლოდა რა. აუ. რა მაგარი ყოფილა ხიდიდან გადახტომა. მეც მინდა რა. ხემარი ჩამილე წამშობენ ზახმა. ედეჯოდით გავსწორდეთ და მოგესალმებით ძირფოსო ბატონებო და ხალბატონებო. დღეს გვაქვს ჩვენი ახალი კოალიციის პრეზენტაცია. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ახალი კოალიცია, მასში გაერთიანებულია უამრავი სერიოზული პარტია და ჩვენ ვიქნებით სერიოზული ძალა. ჩვენს კოალიციაში შემოვუერთდა პარტიები ისეთები როგორიცაა დამოუკიდებელი მერიქიფეები, თავისუფალი თამადები,
სოციალ-მალალიტრაშგები, შარიანების ფორუმი და დემოკრატიული ფრონტი გამობესკვილი საქართველო. ეს იგნო გადოებას ეს ჩემო ბიჭმა მოიფიქრა ღერბი ჩვენი. ძალიან კაი იქნება. გამობესკვილი საქართველოს ის თქონ ძირბაზო ბატონებო და ხალბატონებო ჩვენ კოალიციაში გვინდოდა ბატონი სოზარ ზუბარის გადმობირებაც ურეკავთ ტელეფონზე არ პასუხობს ეთქობა დასწავლ. მაგრამ გადმოვიბირებთ ჩვენ პარტიაში მართალია ვხებულობთ ხალხს ყველას კარები ღია ჩვენი პარტიის ყველას კარი ღია დიახ ყველას კარები ღია მაგრამ უღირსი ადამიანები ჩვენი პარტიიდან გაირიცხება სულ და ჩვენგან ვერ რაც კარგია ჩვენ ვაფასებთ ყველაფერ ამას. რაც ცუდია ჩვენ ვერ დავეთანხმებით. მაგალითად პარლამენტის გადმოტანა ქუთაისიდან კარგი აზრია, რაც შეეხება იმ პარლამენტს ქუთაისში, გადავაბრუნებთ მშვენიერი გასხვავების აზრზე გამოდას. ოღონდ ღვინოს რო ჩავასხავთ ღვინოს რო ჩავასხავთ თქვენ და ხელი უნდა შევგაზდის საქართველო არწივების დედამშობელი აი აგენ არ მივდივარ ჯაფარიზეებში ჩვენი თანამართლია ახლა შეხვედრაზე იყო და მოდის როგორ დაღლილი ჩვენმა კოალიციამ უნდა დაიწყოს მოსახლეობის აღწერა ჩვენი ყველა თანაპარტიელი ყოველ საღამოს სახლში მისვლისას გადაითვლის მეზობლებს ყოველ მეზობლებს დავთვალოთ დავითვლით მეზობლებს ესე იგი ამიტოთა ეთქვა ახლა ტრიბუნასთან ვთხოვ ჩვენი პარტიის გენერალურ დივანს პროფესორს მრავალი ნაშრომის ავტორს ეროვნული მოძრაობის ფუძემდებელს დამრტყმელს და პურისჭამელს ბატონ სარდიონ სარადირაძეს ხოთ ბატონ სარდიონ უხარედაში ბატონ სარდიონ ბატონ სარდიონ აბაროტი მიცა ბატონებო ბატონ სარდიონი ვერ წარსდგება თქვენს წინაშე ორგანიზმის ტექნიკური ბიზნესების გამო სამაგეროს სიტყვებიდან გადავცეთ ჩვენი პარტიის ორატორს ჭერმეტყველს სიცერონს ჩვენი პარტიის ბატონ ბექუსიას აბლობა აბა და მეხა აბსოლუტურად ყველას მივესალმები აბსოლუტურად ყველას ჩემო მეგობრებო ჩემო ქართველებო იგი არ მერეხე ამხევა ხა რაზე საუბარ არტის ამბავი აი სიგოდი რო დაიწყეს გამოცხადე მე რას მიკეთებ შედაგაკეთე ყველა აბსოლუტურად უხელა რა შეგენაც ამაზე მაქვს საუბარი რა შენი ჭირი მუხტასის თუ ეგირია მოდი მასის მაგრამ რატო აბსურს არასოდეს შეგენაცვალ დამუზა არა დიდი მადლობა ედიძუდი არ დამიმთავრებია არ დამიმთავრებია ხოთ ამაშია საქმე ხო
ეგ არის. ასეთი კანში ჟურნალისტ მოგრელი გამოსვლის შემდეგ მინდა თქვენ წინაშე წარვადგინო ჩვენი კოალიციის და პარტიის ხელმძღვანელი, ვის მხრებზეც დგას ჩვენი კოალიცია და საპრეზიდენტო არჩევნებში ის იქნება ჩვენი კანდიდატი, მივესალმოთ ბატონი ზორბეგ კოჭკოჭია. ბატონი ზორბეგი წარდგა. კანდიდატი მე ვარ, რაზო. შენ რაზოზე გუში პარტიამ საკამათოში ვისაუბრე? კაცო, მაგ ნეილავი ხომ მოგივა, მე ვიქნა. შენ რატო იქნებ? გონს გადაწყვეტილი ის ადამიანი. ასკია, მაგ ე პარალელა. მომიჭრი კაცო პარტიაზე. კაცო. რატო გითხარ? გითხარ როგორი გასაიბერე? რატო და ყველა კაცი რას მელაპარაკე? ბიჭოს ბატონებო და ხალბატონებო, ჩვენმა პარტიამ ვითარდება და გადაწყდა, რომ ჩვენი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, ვის მხრებზე დგას ჩვენი პარტია, გახლავთ ბატონი მიხეილ დაბადაძე. კუღარეთაში. მიხეილ. არები არ არის და სიტყვა ჯერ და მერე ბატონებო, დებო და ძმებო, პირველ რიგში ჩვენ რასაც გავაკეთებთ, ეს იქნება ის, რომ გავსდით ბიუჯეტს ისე, როგორც ჩემი თავია გაზრდილი ახლა. ვაიმე გასხდა ბიუჯეტი. დავარიგებთ 20 ლიტრიან ვაუჩერებს. ყველა ოჯახში. წამო მიყვარს პოლიტიკა. შეგერაცო. კაცებო! ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი ჩვენი მომავალი. მოდი შვილო შენ. ჩვენი ახალი სისხლი. ჩვენი სიცოცხლის გამგზელებელი. წამოაწინეთ საქართველოს საჯარო დროზე, თუნდაც არის ბიჭი. დამისხის ყალი ბიჭი გაშრობელი. მართალია. მეგობრებო, ჩვენ სერიოზული ასე დაგეცალოს წერი. მინდა გითხრათ ჩვენს პარტიას აქვს უდიდესი მხარდაჭერა. აქვს დიდი ლობის საზღვარგარეთ. დაფინანსების გარშე არც ერთი პატრიოტული პოლიტიკური ძალა ვერ წავა წინ დამეთანხმებით. ამიტომ ჩვენ ამერიკაში მხარს გვიჭერს უდიდესი მეცენატი, ქველმოქმედი ადამიანი, რომელსაც აწუხებს ქვეყნის ბედი. ეს გახლავთ ბატონი თეოდორ შალიკაშვილი. მაგას ხუწნე. ჩვენ ახლა განვახორციელებთ ჩართვას ამერიკიდან ბატონი თეოდორი ჩაგვერდება. ჩამირთეთ თეოდორი. პირდაპირ ამერიკიდან. გამარჯობა ბატონო თეოდორ. გამარჯობა ბატონო თეოდორ. გამარჯობა ბატონო თეოდორ. დიდი მადლობა ბატონ თეოდორ. ასეთი მხარდაჭერისთვის ზოგჯერ დუმილი საუბარზე მეც. დიდი მადლობა. ჩვენ
კიდევ ჩავართებით. ბატონო ის საქმეა, ბატონო მე ხელ დავაჩქარო თუ გაცივდა ინვესტიცია და. ცივილი ინვესტიცია ჭამავტერმა. მართალია. ცი გაიცხელი ინვესტიცია და მე გაასწორებს ნატოი. ელიზოდით ბატონებო და გარბატონებო ჩვენი პარტია კი არა და კოალიცია დაფუძნებულია. ახლა გვინდა შემოგთავაზოთ ჩვენი კოალიციის ჰიმნი. დავიდა. ობა! სამშობლოზე მუდამე ჩვენი გული გაელია არ პარტიის სიყვარულში ხალხი გვინდა დაილია ჩვენთან ერთად თუ იქნებით გადავარჩეთ თანამდებობს სიყვარულში შემოვიყვეთ ოღროჩოღრო საქართველო პარტიის ლიდერმა თორემ ჩვენგან არ ახსნება პარტიული გინება გელოცოლეთ რა ჩოჩქოლია გამოდია. დამალebet, ავი, კაცო, ბიჭებთან. სამამდე ვიცვლი, 2. დამალebet, ავი, ბიჭების სიყვარულშია, რაგან გავხსენით რაღაცა ჩვენ. გამოდი, აქე, კაცო. აგიდა, დამალebet. რაკე უნდა გიცვა. გამოდი. აგიდა, შეგავი. მე რამდენი? დავი, დამალebet. დაიდადგა ნანატრი ხუჩაბათი, ჩვენ მოგესალმებით სევდიან ისტორიის მოგიყვებით და მაიასა თენს ტექსტი მინდა მიდო წინ. ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით ვანოს შოუ. დაგელოდებით, არ არის პრობლემა. დაგელოდებით. ხადურის ფინანსური პოლიცია სასტრაფოშია შესული შემოწმებაზე. ექიმები ისე დღეში არიან, რომ ნიხადურის სპირტით ძვლის აბრუნებენ. ძვირფასო მეგობრებო, შალვა ნათელაშვილი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება და განაცხადა, რომ მიშაც მტერიაო, ბიძინაც მტერიაო, იმიტომ რომ მე ოპოზიციაში ვიქნები, ოპოზიციაში ვარ და ოპა განგამ სტაილო. ბიძინას სახთან გაიმართა იპოთეკარების აქცია. გვიშველე რამე ბიძინაო, ესესხიო გადაგვაოდებიეო, რაღაცა გვიშველეო, თორემო ბილებს გვიყიდიანო.
ბინებს გვიყიდიანო და ცოტა ხნის შემდეგ ბიძინას სახლიდან გაისმა ესეთი ხმა გიყიდიან და იყიდე რაო. ხალხი ამბობს რომ პრეზიდენტს ვადა გაუვიდაო უკეო, პრეზიდენტს ვადა გაუვიდაო და ნუ აღარ გვინდაო პრეზიდენტიო. რა იყო ხალხო? რა იყო ხალხო? 90-იანებში რა ჩვენ ვადა გასული პიკნიკის პეჩენია გვიჭამია. ცოტაც მოვიწვინოთ ამ კაცს. კასპის რაიონში ოცნების მხარდაჭერებმა ესე თანამდებობები ვერ გაიყვეს და დახოცეს ერთმანეთი. გუშინ გუბაზ სადაურმა სანიკიძემ 100 ხინკალი დალია ეგ უკვე აღარ ჭამს უკვე სვავს რატო არიცინით რა არის რატო არიცინით რა არის მე დაადეთ რა სიცილი რა სიცილი დაადეთ ისე მართლა სახინკლეზე გამახსენდა და ხინკალზე თამარ კარგი სახინკლე ვიცი მერტი აქედან პირდაპირ წავიდეთ იქ. სადა? ზესტაფონში. ჩვენ შოუს მუსიკალურად აფურებს ქალბატონი თამარის და მისი ბენდი. ძვირფასო მეგობრებო, ალბათ ყველა ვნახეთ ბატონი ბიძინას ანეკდოტი. ნათქვამი რომ გამეორება ცოდნის დედაო და თუ შეიძლება კვლავ ვნახოთ ეს ვიდეო. ცით ანეკდოტი მაგაზე გამარჯობა. მოგიყვეთ ახლა არ უხიში არ გამოვიდეს. შეათურაში ვაფეთქებენ. ადრინდელია, ჩემი ბავშვობის დროინდელია. შედი ხალო ბუდკაშიო ეძახიან ხალი მიდის. იქ აფეთქება. არ ვარ იმნაირიო. შედი ბუდკაშიო. არ ვარ მე იმნა. შედი აფეთქება არანაირიც გინდა ისეთი ხავი არ დაიღუპო ოთხეს. მაგრამ მინდა ძვირფასო მეგობრებო გითხრათ რომ ამ ვიდეოს გაგრძელებაც აქვს ამ ანეკდოტს. თუ შეიძლება ვნახოთ ეს ვიდეოც. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველი თავი შეგერჩეს დავიწყე და ანეკდოტს გეტყვით ერთ გაგრძელებას. აი მაგ ანეკდოტია. გამოდი ხარო ბუდკიდან ეუბნებიან. აღარ ვერები. ხალ. არ გამოდის. გამოდი ბუდკიდანო. არ გამოდის ვაიც. გამოდი ბუდკიდანო, არ გამოდის. რაღაცია კიმნარი რომ მაინც უკვე. აი ესეთი ანეკდოტი ყავს, დაიმაგარი ანეკდოტი მიდადის. ძვირფასო მეგობრებო, ვანო შოუმ გამოუშვა ახალი მუსიკალური დისკი და თუ შეიძლება ეს ვიდეოც ნახოთ. გთხოვთ გაუშვათ. ამოდექი კანი კანი ნაშიბიტო ნაშიო გოგოშენი გერაცოლე გავლაგამოლაშიო ამოდექი კანი კანი ნაშიბიტო ნაშიო გოგოშენი გერაცოლე გავლაგამოლაშიო ნაშიბიტო გიორგუნა ნაშიბიტო გიორგუნა ნოუკვინდი მაგასაო აგიდის გაბასაო სიტაგა მუსიკიტო ჯიაგურია მეზობლის პროფეს უაღრები სიჩინაურია აბაგალი გასტაგალი კარგი ვიტო გაბიტო როგორ მოგენაფა გავლაგამოლაშიო დაძრალო გიწოდეს ვაიმე განამთრალია რატო არაჩილე რატო არიანი უთელი თოვლიანი როზები მე დავსადებია სიმღერის მეგობრები მე დავსადებია სიმღერის მეგობრები Ara da
შემოუშენო არ შემძლებია ნედავრა უნდა გეთქო ანდა სადახარსა ქარებს მოხავარ შენთან არ მინდა სხვა აი ესეთი სასაცილო და მხიარული ვიდეო შემოგთავაზეს. მოგესალმები ვაჟ ბატონო. ვინგანდებით, ვინ? ვეღარ ვცნობ, ხო ვინა ვარ ახლა, ხო? როცა ამობჯდარ ხარ და მთავრობის ფულებით რო გასუქდი და გაზონუხდი და გდიხარ აქ და ბავშვალი მეტია გადასახდელი და არ მოეთრევი სახში. ახლა აღარ გახსოვარ, ხო ვინა ვარ? გაიყვანეთ რა დაცვას თხოვრო გაიყვან ვინ არის კაცო ეს საერთოდ გადი აქედა ვინ ახარ შენ რა გადაცებ შენ თუ წამოვიდე ახლა ბზრიალი მავაში გერი თუ ხიება გასიებულ თამში ამ გასიებულ შენ წამოეთრი ახლა მიხედე ბავშვები ჩანთა არ აქვს და ტუფლები არ აქვს სკოლაში წავიდეს ბავშვი კაცო გაბძანით რა ქალბატონო ნუ მიშლით გადაცემა მე მყავს გაბძანდით ახლა გავბძანდე ხო გაბძანდით ხო ახლა გავბძანდე ხო და ახლა აღარ გიყვარო და ახლა აღარ მჭირდები ხო და დაპალო შენ არ მიყვარ ხარ არა დამანებე თავი აღარ მიყვარ ხარ თურმე როგორ მყარები ხარ ბიჭო და ძირფასო მეგობრებო ჩვენი გადაცემის სტუმარი გთხოვთ მივესალმოთ კასპის გამგებელი ბატონი ოლეგ იაძე გამარჯობა მოგესალმებით ბატონო ოლეგ მოგესალმებით პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა წყალის საშუალება თუ არის კი ეხლავე დავლევდი ცოტას ჭაგვაქ ჩვენ და ცივი წყალი ყილები არ გენანება დაასხი წყალი მაინც გაქვთ ჩვენ კარგი წყალია ბატონო ლოგი ესეთი კითხვა მაქვს აი ყველას გვაინტერესებს აი სკამი რატომ მოიტანეთ თუ საიდუმლო არის ამით იმიტომ მოვედი რომ ეხლა ისეთი მდგომარეობაა და ისეთი ამბავი ტრიალებს ჩვენთან კასპში რომ თანამდებობა არ არავინ წამართვას სკამით წამოვედი ასაგები ბატონო არ ვიცი ჭორი დადის თუ სიმართლეა ნუ თქვენზე ამბობენ რომ 5 წუთში ესე იგი მთელი სოფლის გამგებლები გაანთავისუფლაო და როგორ მოახერხეთ რომ 5 წუთში ამდენი 5 წუთში კი არა 3 წუთში ავათავისუფლებ ახლა ნებისმიერ თანამშრომელს ახალი ილეთი ვისწავლე ისეთი რომ 3 წუთი ისე ავათავისუფლებ რომ პირზე კოცნით და კი იცით რაც მოხდა აჰა ბატონო ლოგი ისე სიმართლე გითხრათ აი თქვენ ახალმოსულ მთავრობაზე ძალიან ნერვიულობ რა ძალიან ნერვიულობ რომ მოხვედით ახლა რა უნდა ჭამოთ ახლა იმიტომ რომ ყველაფერი წინა მთავრობამ შეჭამა და აი ეს რა ვთქვი საჭმელის პრობლემა ნამდვილად არ მაქვს მე საჭმელიც მაქვს სახში პურიც მაქვს და ხანდახან წვნიანი და ხორციანიც საშუალებაც არის არის ხო მაგის საშუალება აი ეს რა წიგნებია უკაცრავად ბატონო ეს წიგნები არის ჩემი დაწერილი წიგნებია 1 2 3 4 5 6 7 წიგნი რაც მოვახერხე და წამოვიღე ეხლა კიდე მეგობარმა დამირეკა და მითხრა რომ მერვე წიგნიც დამიმთავრებია და ძალიან დიდი მადლობა იმ მეგობარს მე ეხლა ძალიან დიდი ხანია პოლიტიკაში ჩაბმული ვარ და ძალიან დიდი ხანია სპორტსაც ვაკეთებ ეხლა 90 წელი გობდებიდან до сегодняшнего дня მე ამ საქმეს ვემსახურები და ეს ეხლა ისეთი ყველასთვის ნათელია.
ერთი აი თუ საიდუმლო არ არის ბატონოლი აი იმ ქალბატონს კასპელი ქალბატონი რო არის რა უნდა ბატონოლი რას გერჩით ეს მარეხი თუ რა ქვია მაგას ჯერაგერთიც იმ ქალბატონს რა უნდა მე არ ვიცი არანაირი საფუძველი არ აქვს უბრალოდ რომ მე ლანძღოს და მაგრიტიკოს და ეგ ყველაფერი სიცრუე არის არ ვიცი ახლა მე მაგაში არა იცით რა არის ჩვენ ხელს ჩაგვივარდა რაღაც ვიდეოები თუ შეიძლება თქვენის ნებართვით რომ ერთად ვნახოთ რომ რაღაც ვიდეოები არსებობს რომელიც აი არ ვიცი ნუ თქვენ ნახეთ თქო გავუშვათ მოგვივიდა ახალი გამგებელი კასპში კუნთმაგარი და გონება ჩლუნგი ოლეგა იაძე რომელიც თავისი კუნთმაგარი გორილებით გვაშინებს დედას იგინება და ქალებზეც გამოიწია ქალები რომ ხართ არაფერი შეგეშალოთო რქებით გავიტანთ ყველაფერს და ჩვენს რქებით გაგვაქვს ზუსტად ჩვენი საქმე ხალხო ტატამია კასპის რაიონი არის ტატამი ოლეგა არის ჩვენი მწვრთნელი და ჩვენ ვიწყებთ ვარჯიშს სამბოში ოლეგა თვითფრინავის ბოლივით უნდა აქრეს აქედანა და ის ქამას სოკოვანო ზედ უნდა მივაყოლოთ მაშ ახლა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ ჩემი მომრევი კაცი შვილი არ არის და მე ეს ქალბატონი ახლა ეს ვიდეო რო ვნახე მე ეს ქალბატონი ამ ვიდეოს მერე დავურეკე და შევხვდი და ისე ველაპარაკე და ისე აუხსენი ყველაფერი რომ პირიქით პირზე კოცნით და დიდი მადლობებით და მემშვიდობა და შეგვიძლია ის ვიდეოც ვნახოთ როგორი კმაყოფილია ქალბატონი და პირიქით თქვენ თვითონ მოიტანეთ ვიდეო? დიახ და პირიქით როგორ მადლობებს მიხდის კი ბატონო ვნახოთ გთხოვთ გავუშვათ ოლეგა ხალხო არის უზვირფასესი ადამიანი ხალხს ეგ იცი როგორ უყარს აგრა მთელი სოფელი ფეხზე დგას ხოლმე ოლეგა რო გამოდის მე დედა ისა ოლეგა საინდენი მედლები აქვს რო აგრა მთელი ჭერი დაკიდული აქვს თავის მედლებით და პოეტი არის ოლეგა პოეტი აბარა მთელი 22000 წიგნი აქვს გამოშვებული არა 35000-მდე წიგნი გამოსცა ოლეგამა ჩვენმა ოლეგამა აბა როგორ შეიძლება რომ ოლეგა ვინმეს არ უყვარდეს ვაიმე ოლეგა რო არ აყვავდეს ჩვენა დედა გვაქვს ნატირები გეფიცები ცუდათა ვაიმე დედა მოკლედ იცით რა მე ყოველთვის ჩემს სტუმრებს სიურპრიზებს უკეთებ ხოლმე სანამ ესე იგი სანამ კიდე როცა სტუდიაში მოდიან და ერთი ადამიანი არის თქვენი ძველი ნაცნობი არის და უნდა რომ გაგესაუბროთ თუ შეიძლება რომ შემოვიყვანო ხო შემოდი ბიჭო ჩემი კასპელის მაგარიჩიტა რავახა გამარჯობა როგორ ახავს რა შევიოლენგი გამიშავს კარგად ეკრანზე მელოტი ჩახარდა ცხოვრებაში როგორი ხუთი და ყოფილიყარ ახლა რა მინდა გითხრა ვანო მე და ოლეგი ხო ერთად ვარჯიშობდით ჩვენ სამბოებში ჯუდოებში კიოკუშინკაებში ერთად ვარჯიშობდით ყველგან ჩვენ კიოკუშინკაები იყო ეს ბერძნულ რომაულიები თუ დონეცკები როსტოვები მოსკოვებში ერთად ვიყავით ჩვენ კალეცაც ერთად ვამარცხებდით ძალიან კარგი სამი კალი ჩვენ თვალწინ დააგდო დატანდა სხვათა შორის დღემდე ვარჯიშობ დოსეოდნეშნევა დნია მე არ გამიწვეთავს ვარჯიში დაწყებული ოლეგი რამე დაკითხო ახლა ეს კალი რო გამდურეს ხო რა უნდა მაგას რაფერსაც არ მემდურის ახლა მე უბრალოდ მე შენ რა ახლა კუნთებზე შეიძლება მარა არის წვეტიანი ტუფლები გიყვარს წაუჭიმე მე ასე რატო არ დაუჭიმე გაგეცინება რა ახლა რა მინდა გითხრა ოლეგი ახლა სხვათა შორის შენს პაჭი მეგრელი ხარ ხო იცი
მე მივესალმები თუ მე თუ მეპრელი ყოფილა მე არ ვიცი. იმიტომ რომ შენი გვარი იანზე იწყება და ჩემი მთავრდება. ცირა ჩაიწერე ხო მაგარი ვთქვი. ეხლა მისმინე ჩემთან ხო წამოხვალ დღეს. კი ბატონო ეხლა მე და ხო ეხლა ზაბული ჩამოვიდა. მეგობრებით. ზაბული ჩამოვიდა და ჩამოვიდა კაი დიდი კვარტირა აქ მაგას. დაურეკოთ ამა. ალო. ზაბული მაგარი სტუმარი მომყავს შენთან. ხო გაქვს კრაუტი? არა? აბა? აბა სად გაუშალოთ? იყოს ტატანი, იყოს! იყოს ტატანი, თუ იოლკი-პალკი რა კაროჩე გავიქეცი მე რა გიხვეწები. ოლეგი ჩვენი ძმა არის რო იწოდება. დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო ბატონი ოლეგ იაძე. დიდი მადლობა ბატონ ოლეგ. ძირფასო მეგობრებო, მე ამით უნდა დაგემშვიდობოთ, ჩვენ შევხვდებით ერთი კვირის შემდეგ, იმიტომ რომ ეხა დამირეკეს და მითხეს რომ ძველი მთავრობა ქეიფობს და სუფრაზე ქამასოკო მოითხოვეს.